რომ შეგვიძლია ექსტრიმო როგორც აუგნიშნეთ, ჭირდება მონოციტების გამოყოფა, რომლის დიფერენცირებასაც მოახდენ დენდრიტულ უჯრედებას. მაგრამ ეხლა აქ იწყება ტექნიკური მხარე, როგორ გამოვყოთ და საიდან გამოვყოთ მონოციტები. მონოციტების გამოყოფის ეტაპი არის პერიფერიული სისხლიდან. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ვენიდან აღებული პერიფერიული სისხლი რაღაცა ამ შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალური ეგრეთ წოდებული გაფიგვიტები, რომელიც მზადდება სისხლის ბანკებში და ეს არის კონცენტრირებული სისხლი, საიდანაც პლაზმა არის მოცილებული, თრომბოციტები არის მოცილებული და მარტო კონცენტრირებული წითელი და თეთრი უჯრედები არის დარჩენილი. ნებისმიერ შემთხვევაში გვინდა ესეთი გავაკეთოთ, რაც არის პროტოკოლი დამუშავებული, არის პირველ ორ ეტაპად ვდინარებს. პირველ ეტაპზე ხდება გრადიენტის ცენტრიფუგირები, მთლიანად სისხლის თეთრი უჯრედების გამოყოფა, ლეიკოციტების, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პერიფერიული სისხლის მონონუკლეარული უჯრედები, ანუ PBMC. ამისთვის ვიყენებ სპეციალურ გრადიენტს, რომელსაც ქვია პიკოლი. პიკოლს აქვს თავისი ამ სისხლის ფუნქციონირება ცალ-ცალკე გამომოწმება. ანუ პირველ ეტაპზე რასაც ვაკეთებ, პიკოლის სიჩქარე, რომელსაც ზემოდან რასაც აკეთებ, ასვამენ სისხლს. ანუ ფრთხილი პიპეტირებით შეგვიძლია ისე დავაშლევოთ ეს სისხლი, რომ არ შეერიოს სხვა სიმკვრივის ხმას. ეს დაახლოებულია როგორც ზეთი და წყალი დააცნოთ ერთმანეთზე, ხო? მაგრამ განსხვავება ის არის, რომ სიმკვრივის შორის განსხვავება აქ უფრო პატარა არის ვიდრე ზეთსა და წყალს შორის, ამიტომ შერევის რისკი უფრო მეტია და ტექნიკურად არის მეტი სიკვდილით შესაძლებელი. როდესაც დავაშლევთ, ხომ 30 წლის განმავლობაში ხდება ტრანზიცია. ისე ყველაზე დაბალ და ზემოდა არის რომელიც არის PBMC, პერიფერიის მონონუკლეარული უჯრედები. ზემოთ არის ეს ყველაზე შეფერილი რაც ამბობს. ეს არის სისხლის პლაზმა, რომელიც ზემოდან დააჯდება. მე შეგვიძლია ამოვიღოთ აი ეს ტრანზიცია. Sorry, what is the word? ეს არის სუპასიურული ცენტრიფუგირება, ამას პიკოლის არის სიკრეტი და განსხვავებულია მონოციტების ფრაქციის მისაღებად მთლიანი პერიფერიული სისხლის მონონუკლეარული უჯრედები. ამიტომ PBMC-ებში არის ბევრი სხვა უჯრედები, ლიმფოციტები, ხო, ნეიროფილები და ასე შემდეგ და მონოციტები უკავია საკმაოდ პატარა და პერიფერიული სისხლში. აი მე ეკოლოგიის საშუალებას ვაძლევ, რომ აი 50% უჯრედების არის ეს დაშროება პიკოლზე, მე ვიქნება ცენტრიფუგირება გამოგვიყვება პიკოლს დავთხრით ამ უჯრედებს, რამდენიც უჯრედს ვიღებთ, ამას სიჯოროებს დავაშრევებთ და გამოვიყენებთ. ანუ შავი და ეს ხდება